გამარჯობათ. უკვე მესამე ლექციამაც მოგვიწია. დღეს საუბარი გვექნება შობადობის თეორიებზე. სადღეისოდ დემოგრაფია მიეკუთვნება სოციალურ მეცნიერებებს და ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ინტერდისციპლინარული მეცნიერება. დემოგრაფია ძირითადად და ტრადიციულად შობადობასა და მოკვდაობაზეა ფოკუსირებული. მათგან შობადობას უფრო დიდარი და ამომწურავი თეორიული საფუძვლები გააჩნია. შობადობის დონის ცვლილება დემოგრაფიისათვის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. ამ მხრივ დემოგრაფიული გადასვლის თეორია გვთავაზობს პარადიგმულ სქემას, რომელიც ხსნის შობადობის მაღალი დონიდან დაბალ დონეზე გადასვლის ტენდენციებს. არსებითი მნიშვნელობა აქვს შობადობის პროცესის განხილვას მაკრო და მიკრო დონეზე. შობადობისა და შობადობის ცვლილების შესახებ სრული წარმოდგენისათვის აუცილებელია აღნიშნული ორივე დონის შესახებ დეტერმინანტების ცოდნა. შობადობასთან დაკავშირებულ იდეებს მივყავართ კლასიკურ ანტიკურ ხანაში და უძველეს ჩინელ ფილოსოფოსებთან, თუმცა ისინი დღევანდელი ხედვით განზოგადების დაბალ დონით შეიძლება მივიჩნიოთ. მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19-ის დასაწყისში თომას მალთუსის შრომებს დიდი დამსახურება მიუძღვის მოსახლეობის ცვლილების პრინციპების პირველი სისტემური მოცემის საკითხში. თომას მალთუსის შეხედულებებს საფუძვლად უდევს იმ დროს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებებში არსებული მოსაზრებები. მისი ნაშრომი მოსახლეობის კანონის გამოცდილება, რომელიც 1798 წელს გამოიცა, ძირითადად ყურადღებას აქცევდა მოსახლეობის გამრავლებისა და არსებობის საშუალებების ზრდის პრობლემას. მალთუსი მოსახლეობის აღწარმოებაში ხაზს უსვამდა ბიოლოგიური ფაქტორების განსაზღვრელ როლს და მიაჩნდა, რომ ბიოლოგიურ თავისებურებათა გამო მოსახლეობა იზრდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე არსებობის საშუალებანი. აქედან გამომდინარე, ხალხის სავალალო მდგომარეობის მიზეზად მიჩნეული იყო მისი უზომო გამრავლება. მოსახლეობის რაოდენობასა და წარმოების საშუალებათა რაოდენობას შორის თანაფარდობის რეგულირებისათვის მალთუსის აზრით აუცილებელია მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. იგი თვლიდა, რომ გადამეტ მოსახლეობის არსებობის შემთხვევაში აღმოიფხვრებოდა ის მთავარი მიზეზი, რომელიც იწვევდა დამპყრობლურ გეგმებს, ხოლო ქვეყნის შიგნით ტირანიასა და აღშფოთებას. მალთუსი მოუწოდებდა ღარიბებს თავი შეეკავებინათ ქორწინებისაგან და აელაგბათ თავიანთი გამრავლების ინსტინქტი. მალთუსი ხაზს უსვამდა თავისი კანონის აბსოლუტურობას და აღნიშნავდა, რომ მართებული არ იქნებოდა იმის დაშვება, თითქოს მოსახლეობის მართვის კანონებმა განიცადეს რაიმე ცვალებადობა, მას შემდეგ, რაც არსებობდა ქვეყნიერება. მალთუსის მოსახლეობის თეორიაში დემოგრაფიული პროცესების ბიოლოგიური დეტერმინიზმიდან გამომდინარეობს სოციალური მოვლენების დემოგრაფიული დეტერმინიზმი. მალთუსის აზრით, სიღარიბის მთავარი მიზეზი არ არის დამოკიდებული მართვის წესსა და ქონების არათანაბარ განაწილებაზე. მალთუსის მოსახლეობის თეორიას ჰქონდა დისციპლინათაშორისი ხასიათი და მოიცავდა როგორც დემოგრაფიას, ისევე ფილოსოფიას, პოლიტეკონომიასა და პოლიტოლოგიას. მალთუსის შეხედულებებმა არსებითი გავლენა მოახდინა მე-19-მე-20 საუკუნეების საზოგადოებრივი მეცნიერებების განვითარებაზე. დემოგრაფიული გადასვლის თეორიის მიხედვით შობადობის ცვლილება ზემოთ იყო აღწერილი. მოცემულ შემთხვევაში მასთან დაკავშირებით ცალკეულ მომენტებზე შევჩერდებით. ენსლი კოულის აზრით, ცნობილი ამერიკელი დემოგრაფი გახლავთ, დემოგრაფიული გადასვლის თეორია იმდენად არის კარგი, რამდენადაც ხსნის შობადობისა და მოკვდაობის ცვლილებებს და ეს ცვლილებები პროგნოზირებადია. მისი აზრით, სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ძნელია მოსახლეობის განსაზღვრა, რომელიც უკვე მზადაა შობადობის შესამცირებლად. ანუ პროგნოზირების თვალსაზრისით
კონკრეტულ მოსახლეობაზეა მოცემულ შემთხვევაში საუბარი. ენსლი კოულმა და მისმა კოლეგებმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ფართომასშტაბიანი გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპაში შობადობის მოდერნიზაციისა და ტემპის განსაზღვრას. მათმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შობადობის მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირი არ არის, ხაზს უსვამ ურთიერთკავშირი არ არის. სადღეისო დემოგრაფიული გადასვლის თეორიაში პრობლემას წარმოადგენს ის, თუ რა დონემდე შეიძლება მოხდეს შობადობის შემცირება. ის, რომ შობადობისა და მოკდაობის დონეები გათანაბრდება 13.4%-ზე მოსახლეობის 1000 სულზე, როგორც ეს სტაბილური მოსახლეობის თეორიულ მოდელშია, უკვე ნათელია, რომ არ შეესაბამება რეალობას და ნათლად ჩანს ევროპის ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე. სწორედ აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ იყო, რომ გამოითქვა მოსაზრება მეორე დემოგრაფიული გადასვლის შესახებ. მეორე დემოგრაფიული გადასვლა დემოგრაფიული განვითარების ეტაპია, რომელიც გულისხმობს შობადობის შემცირებას დაბალ დონემდე, დემოგრაფიულ დაბერებას, არასტაბილურ ქორწინებას, განქორწინებათა მატებას, თავისუფალ კავშირთა და ქორწინების გარეშე შობადობის გზას და ასე შემდეგ. მიიჩნევენ, რომ მეორე დემოგრაფიული გადასვლა ინდივიდუალური ავტონომიისა და ინდივიდუალური არჩევანის უფლების ზრდის შედეგია, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის გაფართოებასთან. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ შობადობის თეორიებზე. ისინი საკმაოდ მრავლად არის მოცემული და ყველა თავისებურად ცვლის თუ ხსნის შობადობის დინამიკას. ერთ-ერთ შობადობის თეორიას მიეკუთვნება ბიოლოგია და უშუალოდ განსაზღვრული ფაქტორების თეორია. მაღლიდან დაბალ შობადობაზე გადასვლა ამ თეორიით ძირითადად იმ შეხედულებას ეფუძნება, რომ გადასვლის შემდგომ ეტაპზე ბავშვთა შობა წარმოადგენს ცოლქმრისა ან ცალკეული პიროვნების ცნობიერი გადაწყვეტილებისა და შეწყვეტის შედეგს. მაშინ, როდესაც გადასვლამდე არსებითი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურ პრინციპებს, შეუზღუდავს შობადობას. ამასთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ბუნებრივი შობადობის ცნებას. რა არის ბუნებრივი შობადობა? რას ნიშნავს? ეს ის შობადობაა, რომელიც არ იზღუდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებითა და ხელოვნური აბორტებით. ერთმანეთთან არ უნდა გავაიგივეოთ ბუნებრივი შობადობა და ნაყოფიერება, ვინაიდან ნაყოფიერება ბოლომდე არ რეალიზდება ბუნებრივ შობადობაში. ნაყოფიერება წარმოადგენს ქალის, მამაკაცის, ასაქორწინო წყვილის ნაყოფიერებისა და ცოცხალი ბავშვების დაბადების ბიოლოგიურ უნარს. ნაყოფიერება ძირითადად დამოკიდებულია გენეტიკურ თავისებურებებზე, მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ქორწინებაში მეუღლეთა თვისებების შეთავსებაზე. ქალის ნაყოფიერება ხასიათდება ჩასახვის უნარით, ნაყოფის მუცლის ტარებით და ცოცხალი ბავშვის დაბადებით, ხოლო მამაკაცის ნაყოფიერება ხასიათდება განაყოფიერების უნარით. ამასთან ცნობილია, რომ მეუღლეები, რომლებსაც ცალ-ცალკე გააჩნიათ ნორმალური ნაყოფიერება, რეგულარული სქესობრივი ურთიერთობისა და კონტრაცეფციის გამოუყენებლობის შემთხვევაში ვერ აღწევენ ჩასახვას, რაც მათი ბიოლოგიური შეუთავსებლობის შედეგია. ინდივიდუალური ნაყოფიერება ფართო საზღვრებში ვარირებს. სრული უნაყოფობიდან 35 ცოცხალ დაბადებულ ბავშვამდე მთელი ცხოვრების მანძილზე. ერთნაყოფიანი მშობიარობისას, ტყუპი მშობიარობისას ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 35-ზე მეტიც იქნება. ადამიანის საშუალო სახეობრივი ნაყოფიერება შეადგენს 10-12 ცოცხლად დაბადებას მთელი ცხოვრების მანძილზე, ან 12-15 ორსულობას მტრად შობადობისა და მუცლის მოწყვეტის ჩათვლით.
დემოგრაფიულ გამოკვლევებში ნაყოფიერებას შეისწავლიან როგორც შობადობისა და რეპროდუქციული ქცევის ერთ-ერთ ფაქტორს. ბუნებრივი შობადობის კონცეფცია გამოიყენება ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების ხარისხის გასაზომად, რომელიც განისაზღვრება ფარდობითი სხვაობით რეალურ შობადობასა და ბუნებრივ შობადობას შორის. ბუნებრივი შობადობის განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდი ეფუძნება შემდეგ დაშვებას. თანამედროვე მოსახლეობის შობადობის რეალურ დონეს უტოლობენ რომელიმე მოსახლეობის ჰიპოთეზური შობადობის დონეს, რომელიც არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ხელოვნურ აბორტებს, რომელსაც დაქვეითებული არ აქვს ნაყოფიერება და რომელშიც გავრცელებული არ არის უქორწინება და გვიანდელი ქორწინება. ამ პრინციპზეა აგებული მაგალითად კოულის ინდექსები, რომელიც ეფუძნება შობადობის ჰიპოთეზურ მაქსიმუმს და ბორისოვის ინდექსი, რომელიც ეფუძნება ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზურ მინიმუმს. კოულის შემთხვევაში ერთი ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა 12-ზე მეტია, იგულისხმება 15-59 წლის ასაკის ქალების ინტერვალისათვის, ხოლო ბორისოვის შემთხვევაში 8 ბავშვის ტოლია ცოცხლად დაბადებული ბავშვის 20-59 წლის ასაკის ინტერვალისათვის. ტერმინი ბუნებრივი შობადობა 1961 წელს შემოიღო ფრანგმა დემოგრაფმა ლუი ანრი. 1978 წელს ბონგარტსის მიერ შემოთავაზებული იქნა შობადობის უშუალო ფაქტორების გავლენის მოდელი. ის წარმოადგენს განსხვავებას შობადობის პოტენციურად შესაძლებელ დონესა და შობადობის რეალურ დონეს შორის. ბონგარტსის შეფასებით ნაყოფიერების ჯამობრივი კოეფიციენტი 15-ზე რამდენადმე მეტია, ანუ ერთ ქალს შეუძლია 15 ბავშვის საშუალო 15 ბავშვის გაჩენა. გადავიდეთ სხვა თეორიაზე. გახლავთ ესეთი თეორია, ისეთ შობადობის ეხება შობადობის ეკონომიკური თეორია. უფრო სწორედ შეიძლება ვთქვათ, რომ ეკონომიკური ერთი თეორია კი არ არის, თეორიებია, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში მოკლედ შევეცდებით შევეხოთ პრაქტიკულად ყველა არსებულ ეკონომიკური სახის შობადობის თეორიებს. ზოგიერთი მიდგომით ოჯახში ბავშვების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და განიხილება შემოსავლისა და ფასების ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში. მაგალითად, გარი ბეკერი 1991 წლებში თავის ნაშრომებში ავითარებდა სამომხმარებლო არჩევანის თეორიას, რომელიც ცნობილია ჩიკაგოს სკოლის ახალი საშინაო ეკონომიკის სახელით. აღნიშნული მიკროეკონომიკური მიდგომა მოიცავს როგორც შემოსავლისა და ფასების ცვალებადობას, ისე ბავშვების ხარისხსა და ბიუჯეტის შეზღუდვას დროის განაწილებისა და ღირებულების გათვალისწინებით. ნავაურედებია, რომ შინაო მეურნეობები აწარმოებენ უამრავ სამომხმარებლო საქონელს, მათ შორის ბავშვებს. ეს მოდელი აკავშირებს ბავშვთა შობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს შინამეურნეობების სხვა გადაწყვეტილებებთან. ბავშვთა ხარისხის ცნება ცენტრალურია ბეკერის თეორიაში და გამოიყენება შემოსავლებისა და ბავშვების რაოდენობას შორის კავშირის ასახსნელად. ბავშვთა ხარისხი ბეკერის აზრით ელასტიურია, თუ მხედველობაში მივიღებთ შემოსავალს, მაშინ რომელიც აღნიშნული არ ეხება ბავშვების რაოდენობას. ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვების სასურველი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს შემოსავლის ზრდასთან ერთად, რადგან თითოეულ ბავშვზე დანახარჯები შეიძლება გაიზარდოს. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა ხარისხის ელასტიურობის მიუხედავად, ოჯახში დაბადებული ყველა ბავშვი ერთი და იგივე ხარისხის მქონეა. ეს ვარაუდი უარყოფილია ემპირიულად მიღებული მრავალი მონაცემებით.